ფინანსურ გურუებზე როცა ვსაუბრობთ, ალბათ პირველ რიგში თანამედროვე ექსპერტები გვახსენდება, ხომ? აი წარმოიდგინეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფინანსური სისტემა მე-19 საუკუნის ქართულ სოფელში შეიქმნა. დღეს სწორედ ერთ ასეთ საოცარ ლიტერატურულ პერსონაჟზე და მის გენიალურ დღემდე აქტუალურ მეთოდზე მოგიყვებით, რომლითაც მან სრული ფინანსური თავისუფლება მოიპოვა. აი, ამ სიტყვებით იწყება ყველაფერი. თუ არ გაუგონიათ დედაკაცის ბართოხი, ეხლა გაიგონონ. და მოდი ვაღიაროთ, ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ხომ? ეს არის მთელი მანიფესტი. ეს არის გამოწვევა, რომელიც ერთმა ქალმა მთელ თავის ეპოქას ესროლა. ეს არის ოთარ ანთქვრივის ხმა. ხო და ვინ იყო ეს ქალი? ვინ იდგა ამ სიტყვების უკან, რომელმაც ფაქტობრივად თავისი დროის ყველა წესს დაუპირისპირდა? მოდი უფრო ახლოს გავიცნოთ. კარგით, მოდით ერთი წამით დავხატოთ სურათი. მე-19 საუკუნის ქართული სოფელი. აქ ქალის ადგილი და როლი, ძალიან მკაცრადაა განსაზღვრული. და ის სწორედ ამ გარემოში ჩნდება ოთარ ანთქვრივი. ქალი, რომელიც იცით მარტო პატივისცემას კი არ იწვევდა, არამედ შიშსაც კი. ის იყო ნამდვილი სტიქია, რომელსაც ანგარიშს უწევდა ყველა. და იცით რა იყო მისი მთავარი პრინციპი? აი ის, რაც მას სხვებისგან გამოარჩევდა, მას ღრმად სწამდა, რომ შრომაში სქეს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. როგორც თვითონ ამბობდა, თუ იმასაც შვენის ბაარი და თოხი, მე რაღა ღვთისაგან შერისხული ვარო. ანუ ამით ის პირდაპირ ამბობდა, მე კაცზე ნაკლები არაფრით ვარო. ეს იყო პირდაპირი გამოწვევა იმ დროინდელი წესებისადმი. მისი ეს ფილოსოფია, რა თქმა უნდა, ყველაფერში ჩანდა, რასაც ის აკეთებდა. მთელი მისი მეურნეობა ფაქტობრივად მისი ხასიათის ანარეკლი იყო. მოდით ერთად შევიხედოთ მის სამფლობელოში, რომელიც ნამდვილ წესრიგის ციხესიმაგრეს ჰგავდა. აი შეხედეთ, რისგან შედგებოდა ეს სამფლობელო. კარგად ნაშენი ფიცრული სახლი, მაგარი ტყრუშული ზღობე, უნაკლო ვრცელი ეზო, გიგანტური მოვლილი კაკლისხე, ღია მარანი, კალო, საბძელი. და რა თქმა უნდა, ზედმიწევნით მოვლილი ბოსტანი. ხომ ხვდებით, ეს არ არის უბრალოდ სახკარი, ეს არის მთელი სისტემა, იდეალურად აწყობილი, თვითკმარი სამყარო, რომელიც მან თავისი ორი ხერით შექმნა. აქ თითოეული დეტალი წესრიგზე და სიზუსტეზე ყვირის. და აი ეს ფრაზა ალბათ ყველაზე კარგად აღწერს, როგორ აღთქვემდნენ მას სოფელში, წამოვიდა მეხი და ვაი იმას, ვისაც დაეცემა. წარმოგიდგენიათ? ამას ამბობდნენ, როცა ვინმე მაგალითად მის სარწყავ წყალს გადაუღობავდა. ის უბრალოდ ხარზე თოხს გაიდებდა და მიდიოდა სამართლიანობის აღწგენად. ხალხს მისი კი აღეშინოდა, მის სამართლიანობას სცემდნენ პატივს და ცოტათი ეშინოდათ კიდეც, რა თქმა უნდა. კარგი, ეზო და მეურნეობა ვნახეთ. ახლა დროა სახლშიც შევიხედოთ, მის დარბაზში და ვნახოთ, იგივე წესრიგი სუფევდა თუ არა შიგნითაც. და რა ვხედავთ შიგნით? თაროებზე აწყობილი ცქრიალა ქაშანურის ჭურჭელი, ბზინავი ქვაბები, ტაფები, ტახტები იდეალურად შენახული ფარდაგებით, დახვეწილი ჩუქურთმებით დამშვენებული კიდობნები და სკივრზე კოხტად აკოკოლებული ლოგინი. ანუ სახლშიც აბსოლუტური წესრიგი მეფობდა. ყველაფერი ბრწყინავდა. და ეს იცით მარტო სისუფთავე არ იყო. ეს იყო მისი სიამაყე, მისი სტატუსი და სხვათა შორის მისი დაფარული სიმდიდრის ჩვენებაც. კარგი, გასაგებია. შრომის მოყარე, მოწესრიგებული, პრინციპული, მაგრამ თავარი კითხვა რჩება. საიდან მოდიოდა ფული? რა იყო ის ძრავა, რომელიც ამ მთელ სისტემას ამუშავებდა და მის ფინანსურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა? მოდით დავშალოთ მისი აქტივები. რა თქმა უნდა, ჰქონდა სახნავ სათესი მიწა, საიდანაც მარცვლეული შემოდიოდა. ხავდა საქონელიც, ძროხა და კამეჩი. მაგრამ აი ამ დიაგრამაზეც კარგად ჩანს, რომ მისი იმპერიის ქვაკუთხედი, მისი მთავარი შემოსავლის წყარო, კარგად მოვლილი ვენახი იყო. და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. საქმე მხოლოდ შრომაში არ იყო. მისი ვენახიდან ისეთი ხარისხის ღვინო მოდიოდა, რომ საპალნე 10 თუმნად იყიდებოდა, რაც იმ დროისთვის უზარმაზარი პრემიუმ ფასი იყო. ანუ ის არ ყიდდა უბრალოდ ღვინოს, ის ყიდდა ხარისხს. და სწორედ ეს იყო მისი უპირატესობა. მაგრამ არი აქ მივდივართ ყველაზე საინტერესო ნაწილამდე, იმიტომ რომ მისი გენიალურობა მხოლოდ ფულის შოვნაში არ იყო. ეგ როგორც აღმოჩნდა, საქმის მხოლოდ ნახევარია. ნამდვილი მაგია იმაში იმალებოდა, თუ როგორ მართავდა ამ ფულს. მაშ როგორ ახერხებდა, რომ ეს შემოსავალი გადაექცია მყარ სტაბილურობად და ნამდვილ თავისუფლებად. და აი ჩვენი ამბის კულმინაცია. მოდით გავხსნათ მისი საიდუმლო, ლეგენდარული 5 კისის სისტემა. ეს არის ნამდვილი მასტერკლასი პირად ფინანსში, პირდაპირ მე-19 საუკუნიდან. 5. აი, ეს არის მაგიური რიცხვი. დაიმახსოვრეთ. მთელი მისი ფინანსური იმპერია ამ ციფრზე იდგა. ის შემოსავალს ღვინიდან თუ მარცვლეულიდან ყოველთვის 5 მკაცრად განსაზღვრულ ნაწილად ყოფდა. და თითოეულ ნაწილს, ანუ თითოეულ ქისას, თავისი კონკრეტული დანიშნულება ჰქონდა. აი ეს არის მისი გენიალურად მარტივი სისტემა. შეხედეთ. პირველი ქისა, საჭირნახულო. სახელიც როგორი ზუსტია, ხო? ეს მიდიოდა მარცვლეულის მოსავლის ხარჯებზე. მეორე, ბარაქალა ქისა. ეს იყო ყველაზე მთავარი, ვენახის ყველა სამუშაოსთვის. მესამე, საჯანაბო.
ანუ გადასახადები სოფლის მოსაკრებლები. მოკლედ, სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან ვალდებულებები. მეოთხე, უსაყვარლესი სახელით, მიეცი და მოგეცესო. ეს იყო დაქირავებული მუშების გასამრჯელო და ბოლოს მეხუთე, ფარსიღას ქარვასლა. აი ეს უკვე საოჯახო ხარჯებისთვის და ქველმოქმედებისთვის იყო. წარმოიდგინეთ რა დონის ორგანიზებულობაა. და იცით ეს რას მაგონებს? ეს ხომ დღევანდელი სუპერ პოპულარული კონვერტების სისტემაა. ის რასაც დღეს ფინანსური ქოუჩები გვასწავლიან, ოთარ ანდქვრივმა მე-19 საუკუნეში უკვე იცოდა და იყენებდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რა მარადიულია მისი სიბრძნე. და აი სისტემის გენიალურობაც ამაშია ის. ზედმიწევნით თეთრი თეთრამდეთვლი და რა სჭირდებოდა პირველ 4 ქისას, ანუ ბიზნესს, გადასახადებს და მუშახელს. და მხოლოდ ის, რაც ამ ყველაფრის მერე რჩებოდა, მიდიოდა მეხუთე ქისაში. ანუ ჯერ ყველა ვალდებულება და მერე თავისუფალი ხარჯვა. აი ეს იყო ნამდვილი ფინანსური თავისუფლების გასაღები. კარგი, მოდით ახლა ეს ყველაფერი შევაჯამოთ და ვნახოთ, რატომ არის ოთარ ანდქვრივის სიბრძნე დღესაც 21 საუკუნეში ასეთი აქტუალური. ფაქტობრივად, მისი მთელი მეთოდი შეგვიძლია დავშალოთ 5 მარტივ უნივერსალურ ნაბიჯად. პირველი, ზუსტად განსაზღვრე შენი შემოსავალი. მეორე, გამოყავი ყველა ფიქსირებული აუცილებელი ხარჯი. მესამე, მიზნობრივად გადაანაწილე ფული ამ ხარჯების დასაფარად. მეოთხე, გამოყავი ის თანხა, რომელიც თავისუფალი რჩება. და მეხუთე, დახარჯე ეს ნამეტი თავისუფლად დანაშაულის გრძნობის გარეშე. ეს არის ფორმულა, რომელიც მუშაობდა მაშინ და იმუშავებს ყოველთვის. საბოლოო ჯამში ეს არის ხო უბრალოდ ბიუჯეტირება. იმით რომ ის პირველ რიგში პასუხისმგებლობას იღებდა თავისი საქმის, საზოგადოებისა და თავისი ხალხის წინაშე, ის ქმნიდა არა მხოლოდ სტაბილურობას, არამედ რაც მთავარია სრულ დამოუკიდებლობას. მას არავისი ვალი არ ჰქონდა. და ბოლოს მინდა დაგტოვოთ ერთი შეკითხვით, რომელიც გფიქრობ ყველამ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს. რა არის ჩვენი 5 კისა დღეს? რა არის ჩვენი საჭირნახულო, ჩვენი ბარაქალა და ჩვენი საჯანაბო? ოთარ ანდქვრივის ეს ისტორია გვახსენებს, რომ ფინანსური თავისუფლებისთვის მთავარი საკუთარი მოწესრიგებული სისტემის ქონაა.